გასულ კვირას მაესტროს ეთერში პირველი რეალური შოუ ამტანი დაიწყო. თამაშის პირველივე დღეს უკვე ცნობილი იყო, რომ ამტანის წამყვანი პროდიუსერი მამუკა ღლონტი იქნებოდა. სწორედ ის შევიდა ფერად სახლში პირველი და მაყურებელს ის წესები გააცნო, რომელთა მიხედვითაც ამ სახლში მოქმედება 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შემდეგ ამტანის სახლში მაყურებლის მიერ გაგზავნილი ყველაზე მეტი SMS-ის მიხედვით შერჩეული პირველი 6-ეული შევიდა. მათ შორის სანდრო ჟღენტი, ლაშა ჩხარტიშვილი, მაია მიქაბერიძე, თია ხამაშურიძე, ნატა გულიაშვილი და ნიკა ნიკოლაძე. პირველივე დავალება, რომელიც ამტანებმა ასევე პირველ დღეს წამყვანისგან მიიღეს, ბუზის დაჭერა იყო. სანაცვლოდ მათ ერთ კბილის ჯაგრი შეპირდნენ. საჩუქრის მისაღებად 6-ეული აქტიურად შეუდგა მუშაობას. ჯაგრისი თია ხამაშურიძეს ერგო. ამასთან იგი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც თამაშის წესების დარღვევა რამდენიმე ხანში მოახერხა. სახლში შესვლისას მას საღეჭი რეზინი შეჰყვა. ამის გამო წამყვანმა მოთამაშეს მთელი დღე-ღამე შიმშილი მიუსაჯა. თამაშის წესების კარგად გაუთვითცნობიერების გამო გუნდმა თია ხამაშურიძის სასჯელისგან გადარჩენა ვერ შეძლო, თუმცა შეეძლო. თიამ ხამძლივ შიმშილს შეძლების დაგვარად გმირულად გაუძლო. პირველივე დღეებიდან ლიდერის პოზიცია სანდრო ჟღენტს ეკავა, რომელიც თავისი აქტიურობის გამო მაყურებლისგან გაგზავნილი ყველაზე მეტი SMS-ის ადრესატი იყო. ეს მხოლოდ 5 შაბათამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ პირველი ადგილი ლაშა ჩხარტიშვილმა დაიკავა. რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, ერთი კვირის განმავლობაში მათ ხან ნიკა და ლაშა, ხან კი მაია და ლაშა იკავებდნენ. შესაბამისად, მათზევე ნაწილდებოდა ის 3 ნივთი, რომელიც ამტანების სახლში ყოველდღიურად წამყვანს შექონდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მოპოვებული ნივთებისთვის საკუთარი სახელები არავის დაურქმევია. თუმცა თამაშის წესების მიხედვით მათ თავისუფლად შეეძლოთ სხვა მონაწილისთვის არ მიეცათ საკუთარი ნივთით სარგებლობის უფლება. მოკლედ, ამტანის სახლში ნივთებზე პრივატიზაცია არც ერთ მონაწილეს არ გაუკეთებია. კუთვნილ ათლარს ამტანები ხშირად მოუფიქრებლად ხარჯავდნენ. საყიდლებს შორის ხდებოდა სიგარეტი. საბოლოოდ არამწეველი მოთამაშეების ინიციატივით მწეველებმა მაიამ, ლაშამ და ნიკამ სიგარეტს თავი დაანებეს. იმ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ მათ საკვებზე ფული უბრალოდ არ ყოფნიდათ. სხვათა შორის ამტანის მეორე დღეს მოთამაშეებს ხანგრძლივი შიმშილი მოუწიათ, რის გამოც გული არც ერთ მათგანს არ გაუტეხია. ერთი კვირის განმავლობაში ამტანების დილა ვარჯიშით იწყებოდა. ამავე ვარჯიშისთვის შეიქმნა მოთამაშეთა ჰიმნი, რომლის ავტორიც და ინიციატორიც აუტანლად ენერგიული სანდრო ჟღენტი აღმოჩნდა. ჩვენ არ გვაჩნევთ სიმშილი! ჩვენ არ გვაჩნევთ სიმშილი! როგორც მოსალოდნელი იყო საჩუქრებისა და საკვების მოსაპოვებლად, ამტანებს წამყვანისგან მიღებული არაერთი დავალების შესრულება მოუხდათ. ერთ-ერთი პირველი დავალება ბრინჯისა და წიწიბურას გადარჩევა, ანუ კონკიას როლის შესრულება იყო. წამყვანის მიერ კარგად არეული ბრინჯისა და წიწიბურის გადარჩევა ამტანებმა იმის მიუხედავად დაიწყეს, რომ მათ ჯერ არც გაზი ჰქონდათ და არც ჭურჭელი, რომელშიც მათ მოხარშვას შეძლებდნენ. მოკლედ, გადარჩეული ბრინჯი წამყვანმა წაიღო, კუთვნილი და ასევე გადარჩეული წიწიბურა კი მოთამაშეებს დარჩათ, რომელიც საბოლოოდ მათ მზესუმზირასავით მიირთვეს, რა თქმა უნდა, უმად. მეორე დღესვე სახლში შეიტანეს ხალიჩა, გასაბერი ლეიბი და წიგნი შექსპირის ოტელო მაჩაბლის თარგმანით. დავალება მთელმა გუნდმა მიიღო სპექტაკლის დადგმა, რომლის რეჟისორათაც ლაშა ჩხარტიშვილი დასახელდა. ოტელოს როლის სანდრო ჟღენტს, დეზდემონას როლი კი ნატა გულიაშვილს ერგო. წამყვანმა ამტანებს ისიც გაუმხილა, რომ კვირის ბოლოს მათი სტუმარი ასტროლოგი მიშა ცაგარელი იქნებოდა, რომლისთვისაც უნდა ეჩვენებინათ კიდევაც ეს სპექტაკლი. ერთ-ერთი საჩუქარი გასაბერი ლეიბი ამტანებისთვის ყველაზე მომხიბლავი აღმოჩნდა. ამიტომაც მის გაბერვას ისინი ჯგუფურად შეუდგნენ ერთმანეთის გამხნევებით. ამავე დღეს საჩუქრებთან ერთად წამყვანმა სახლში საკუთარი ყავა დატოვა, რომელიც მაია მიქაბერიძემ დალია, რაც ხვისი საკუთრების მითვისებად ჩაითვალა. ეს კი მაიას დასჯას გულისხმობდა, მის გადასარჩენად სანდროს გაბერი ლეიბთან გამოთხოვება მოუხდა. თუმცა საბოლოოდ ხმათა უმრავლესობითა და თავად მაიას გადაწყვეტილებით მას მაინც მიუსაჯეს დასჯა. ლეიბი კი მოთამაშეებს დარჩათ. სამწუხაროდ იგი ამტანეს მხოლოდ ერთი ღამით გამოადგათ, მეორე დღეს კი წყობრიდან გამოვიდა. ცხადია სამუდამოდ. ერთ-ერთ დღეს ამტანებმა კიდევ ერთი გასართობი მოიგონეს. ფერადის სახლის მთავარი ოთახი პოდიუმად გადაიქცა და ამავე ეგრეთ წოდებულ პოდიუმზე ამტანის სახლის ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა მოდელების ჩვენება მოაწყვეს.
მესამე დღეს ნიკა ნიკოლაძემ საკმაოდ მოულოდნელად გამოავლინა სანტექნიკოსის ნიჭი და შეძლების დაგვარად შეაკეთა აბაზანაში გაფუჭებული ნიჟარის მილი. ეს დღე მოთამაშეებისთვის ისედაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ნატა გულიაშვილმა მოიპოვა თვალის ფანქარი, რომელსაც სახლში შესვლის დღიდან ითხოვდა. ამისთვის მას 50 აზიდვის გაკეთება მოსთხოვეს. მართალია მან მხოლოდ 46-ის გაკეთება შეძლო, თუმცა დანარჩენში მას ამ მიმართულებით საკმაოდ გამოუცდელი ლაშა ჩხარტიშვილის დახმარება ნამდვილად გამოადგა. ამავე დღეს ამტანებს წამყვანმა ნამდვილი კულინარიული ჯოჯოხეთი მოუწყო. ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ მოთამაშეებთან მამუკა ღლონტი დიდი დაგვიანებით შევიდა და საკმაოდ მადის მომგვრელი საკვები შეიტანა. შემწვარი ხორცი ამტანებისთვის ნამდვილი ცდუნება იყო. თუმცა ამავე საკვების ჭამის უფლება წამყვანთან ერთად მხოლოდ სანდრო ჟღენტმა მოიპოვა. მაია მიქაბერიძის დასჯის დრო მესამე დღეს დადგა. წამყვანმა მას ფრჩხილების საგულდაგულოდ დააჭრევინა და როდესაც მაიკოს ეგონა, რომ ამით მისი კუთვნილი სასჯელი მოიხადა, სწორედ ამ დროს დაიწყო მისი ნამდვილი გამოცდა. წამყვანმა მაგიდაზე 15 ლარის ოდენობის 5 თეთრიანები დაალაგა და მოთამაშეს შესთავაზა ისინი მაგიდის ერთი ნაწილიდან მეორეზე მისივე მითითებული წესების მიხედვით გადაეტანა. ამისთვის კი მაიას მხოლოდ 7 წუთი ჰქონდა. ამ დროში მან 11 ლარისა და 85 თეთრის მოპოვება შეძლო. ამავე დღეს ამტანებმა მიიღეს ის ინტერნეტ შეტყობინებები, რომლებსაც მათ მაყურებელი სანეტის მეშვეობით უგზავნიდა. მეოთხე დღეს ამტანები კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ უყურადღებობის სხვები. მათ ყურადღების მიღმა დარჩათ ის ფაქტი, რომ აუცილებელია დააკონკრეტონ ის ნივთი, მისი ზომა ან მოცულობა, რომელიც ფერად სახში შევა. უყურადღებობის გამო მათ სავსე აირის ბალონის ნაცვლად წამყვანმა ცარიელი მიუტანა. ნორმალური ზომის ქვაბის ნაცვლად კი საკმაოდ პატარა ზომის ქვაბი მიიღეს. ამ ყველაფრის გამო მათ ვერც გუდვილში ნაყიდი მაკარონის ნორმალურად მოხარშვა შეძლეს. გამოსავალი გამაცხელებლის ცხელი წყალი აღმოჩნდა, თუმცა ასეთი ფორმით მოხარშული მაკარონი ამტანებისთვის ნამდვილად არ ყოფილა გემრიელი. თებში არ გატყდეს, ქალო, თებში არ გატყდეს. ამ ზემოდან რომ დუღალეს დურალექსი არ გატყდება. აი მეოთხე დღეს წამყვანმა ამტანებს გაუმხილა ისიც, რომ თამაშიდან გასული პირველივე მოთამაშე, უпростоროდ კი საკმაოდ დამშეული მოთამაშე, აუცილებლად წავიდოდა ხინკლის სახლში და ყველაფერს შეჭამდა, რასაც მოისურვებდა. ცოტა მოულოდნელია, მაგრამ ამ ინფორმაციამ ამტანების 6 კაციანი გუნდი რატომღაც ძალიან გაახარა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი მხოლოდ რუსთაველის გამზირზე კი არა ამტანების სახლშიც სერიოზულად და განსაკუთრებულად აღნიშნეს. ფერადის სახლის ბინადარმა ექვსეულმა გენერალ სანდრო ჟღენტის მეთაურობით აღლუმი წამყვანს ჩააბარა. ამტანთა სუპერ რაზმა არა მხოლოდ საქართველოს სიმნის შეასრულა ორგზის, არამედ აჩვენა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შეიარაღებაც. ამისთვის წამყვანმა ისინი მედლებით, მწვანე ტყემლით დააჯილდოვა, თუმცა ამტანები ამ ჯილდოს არ გაუფრთხილდნენ და მალევე შეჭამეს. ამ დღეს ლიდერობა სანდრო ჟღენტს ლაშა ჩხარტიშვილმა ჩამოართვა. ამავე დღეს წამყვანის წინადადებით ამტანთა სუპერ რაზმა გულისხმიერება გამოიჩინა და კუთვნილი დღიური 10 ლარი თავდაცვის ფონდში გადარიცხა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამტანები ერთი დღის განმავლობაში საკვების გარეშე დარჩებოდნენ. თუმცა წამყვანმა მათი გულისხმიერება დააფასა და მოთამაშეებმა მალე აი ამ სუფრაზე გადაინაცვლეს და მოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მათ ასევე გადაეცათ საჩუქრად დამატებით 10 ლარი, მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც ამტანებმა ხელში 5 ლარად ჩაიგდეს. მისი მფლობელი სანდრო ჟღენტი გახდა. მართალია იგი რამდენიმე დღე გიტარას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ გიტარის მაგივრად მან რუსული ბალალაიკა მიიღო. სანდრო ჟღენტმა როგორც თავად განაცხადა, სულ რამდენიმე აკორდი იცის, თუმცა ბალალაიკაზე მან მაინც შეძლო რამდენიმე ორიგინალური კომპოზიციის შეთხზვა. მეექვსე დღეს ამტანის სახლის ბინადრის ნიკა ნიკოლაძის გოგონას ნინის 2 წელი შეუსრულდა. მისთვის დაბადების დღის მილოცვა ამტანებს ნამდვილად არ დავიწყებიათ. დღის დასაწყისში მათ ეს ყველაზე უკეთ მუსიკალურად მოახერხეს. რიგით მეექვსე დღეს ამტანების სახლში სპორტული სანახაობა შეჯიბრიც გაიმართა. ერთმანეთს განსხვავებული წონით კატეგორიაში მოასპარეზე მაიკო მიქაბერიძე და თია ხამაშურიძე ეჯიბრებოდნენ. ამ უთანასწორო ბრძოლამ საბოლოოდ 3 რაუნდის განმავლობაში გასტანა.
იყო კიდევ ერთი სპორტულ, კულინარიული და აშკარად მძიმედ გადასატანი ეპიზოდიც. მოთამაშე ნიკა ნიკოლაძე ითხოვდა ლოკომოტივის ზესტაფონის თამაშის ანგარიშის გაგებას. ამისთვის კი მას სერიოზულ მსხვერპლზე მოუწია წასვლა. ნიკამ რამდენიმე ჭიაყელა ისე შეჭამა, რომ არც კი დაუწუწუნია. თითო-თითო კი მეგობრის ხათრით სანდრომ და ლაშამაც გასინჯეს. ანგარიში 2-0. ეს ის ჯილდო იყო, რომელიც საბოლოოდ ნიკამ მიიღო. მოგვიანებით კი ამტანები დიდხანს ბჭობდნენ შეჭმული ჭიაყელების სარგებლობა მავნებლობის შესახებ. სანდრო, გაინტერესებს როგორი გემო აქვს? აბა მიდი. ეს არა. ერთი დაუთმე მეგობარს, ერთი. მეგობარს, აბა სანდრო, გვაჩვენე. გადაყლაპი ვაფშე. გვაჩვენე სანდრო. ნუკლავ. მიას არ მოკლედ, როგორ ვიცი. მოდი მე გაჭმევ, აჰა. ლაშას, ბოლო ლუკმა ლაშას. დავაი. პარასკევი ანუ მე-6 დღე ამტანების სახლში შემოქმედებითად ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ დღეს ამტანებმა სტუმარს, ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს საკუთარი ძალებით დადგმული შექსპირის ოტელო წარუდგინეს. თუმცა ისეთი ინტერპრეტაციით, რომლის მსგავსის დადგმასაც ალბათ რეჟისორების უმეტესობა ძნელად თუ გაბედავდა. ტრადიციული სცენარი ასე ვითარდებოდა. დესდემონა ნატა გულიაშვილმა მოხერხებულად მოკლა ოტელო სანდრო ჟღენტი, შემდეგ კი ჩანგლით მოიკლა თავი. ამავე დღეს მიშა ცაგარელმა ამტანებთან გარკვეული დრო გაატარა და მათ ასტროლოგიური რჩევებიც მისცა. დღის ბოლოს კი მოვლენები სენტიმენტალურ ჰეროიკულად ვითარდებოდა. მწვანე ოთახში ჩაკეტილ სანდროს, რომელსაც ფერადი სახლის გარეთ დარჩენილი სიყვარული გაახსენდა, საკმაოდ ვრცელი მონოლოგი ჰქონდა თავის შეყვარებულთან, რომელსაც მან ორჯერ გაუმეორა სასიყვარულო სიტყვები და ფიცი, რომ მის გარდა არავინ უყვარს და არც არავის შეიყვარებს. ეს ყველაფერი მწვანე ოთახში დამონტაჟებული კამერის წინ ხდებოდა. თუმცა ოთახიდან გამოსულმა სანდრო ჟღენტმა მაინც მიიტანა სერიოზული და მოულოდნელი იერიში დასაძინებლად დაწოლილ ნატა გულიაშვილზე. როგორც ჩანს, ოტელოს როლიდან ვერ გამოსულს ჯერ კიდევ ჰქონდა შურიზიების სურვილი. ამ ყველაფერმა საკმაოდ გააბრაზა მაია მიქაბერიძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად მაცივრის ფუნქციის მქონე საძინებელში, რომელშიც ამტანები ტორტს ინახავდნენ, დაძინება გადაწყვიტა. მე-6 დღე მოულოდნელობებით დასრულდა. რიგით მე-7 დღეს ნიკა ნიკოლაძეს მატლების ჭამა დაუფასდა. ამიტომაც მასთან სტუმრად ლოკომოტივის ხელმძღვანელი ლევან ყიფიანი მივიდა, რომელმაც მოთამაშეს საჩუქრად მაისური გადასცა. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ მხოლოდ იმისათვის ამავე დღეს ფერად სახლში თამაშის წესების თანახმად კომპანია მაქტიკომის წარმომადგენელი შევიდა. როგორც აღმოჩნდა, დაპირებული მობილურით სასაუბრო დრო ამტანებს საკუთარი ძალებით უნდა მოეპოვებინათ. 6-ვემ განსხვავებული სარეკლამო რგოლი წარმოადგინა, რომელთაგან მაქტიკომის წარმომადგენელს ყველაზე მეტად ლაშა ჩხარტიშვილის ნამუშევარი მოეწონა. გამარჯვებულმა ლაშა ჩხარტიშვილმა თავისი კუთვნილი დრო თია ხამაშურიძეს დაუთმო, რომელსაც ძალიან აინტერესებდა თავისი ბაბუის ჯანმრთელობის ამბავი. თავარია კარგად იყოს. ლაშა, რა მოგივიდა უთხარი რას გეუბნება, კაცო, იქნებ კიდე რა მოკითხო. კიდე მეუბნება კარგად ხეთოს გვაქებს გვადიდეთ თქვენი ჭირიმეო. ამავე დღეს ამტანებმა ისიც იცოდნენ, რომ მათგან ერთ-ერთი დღის ბოლოს აუცილებლად დატოვებდა ფერად სახლს. დღის ბოლოს მოვლენები მეტნაკლებად დრამატულად განვითარდა კენჭისყრის შედეგად სახლიდან ნიკა ნიკოლაძე გავიდა. დღეს კი მისი ადგილი ირაკლი ცინცაძემ დაიკავა. მოკლედ ამტანის პირველი 6-კაციანი გუნდი მე-7 დღეს პირველად დაიშალა. ამტანის პროექტის ახალ მოთამაშეს ირაკლი ცინცაძეს ფერად სახლში შესვლამდე ასეთი განწყობა ჰქონდა. კი, უყურე გუშინდელ შოუს და რავი რეაქცია ლაშაზე და აი სუქანი გოგორვა მე მგონი თეაქვია, იმაზე ძალიან კაი რეაქცია მქონდა. რავი, ნატა იმდენად არ მომეწონა რა. იმიტომ რომ უფრო დადგმული სცენა ითამაშა, რომ აი თავიდან შევიდა, გაასახელა ნიკა და შემდეგ ტიროდა რა. მანამდეც კი ტიროდა, მაგრამ თუ არ უნდა დასახელება, არ უნდა ეტირა და არ უნდა დაესახელებინა და შეეძლო ან სანდრო ან ლაშა ერთია. არ შემიყვარდება რა, ვინც უკვე აზზე ვარ და ვინც მინდა რომ გავაგდო, არანაირად არ შემიყვარდება ეს ადამიანი. რა, როგორც მიმიღებენ ისინი, იგივე რეაქცია მექნება მეც მათ მიმართ რა. რავი, ხა კი კრიტიკას აკეთებდნენ და რავი, ჩვენი კანონები გვაქვს და ის, მაგრამ რავი, მეც მაქვს ეხლა უფლება რომ რაღაცა ჩემი აზრი თქვა და გამოვხატვა ჩემი აზრი და თუ დამეთანხმებიან, გავუგებთ მე მგონი ერთმანეთზე. მე მგონი უფრო გავუგებთ რა, არ ვიცი. წინასწარ რა მოხდება.
მოგწონს.